დღეს მინდა საქართველოში ფართოდ გავრცელებულ ერთ საოცრად სასარგებლო მცენარეზე, შვიტაზე გესაუბროთ და ძალიან კარგი რეცეპტებით შემოგთავაზოთ. ამ მცენარეს ძალიან დიდი და მდიდარი ისტორია აქვს. მას ჯერ კიდევ ანტიკური ხანის ბერძნები და რომაელები აქტიურად იყენებდნენ როგორც ჯანმრთელობისთვის, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, გამოფიტული ნიადაგის მინერალებით გასანაპირებლად და ასევე მცენარეების სოკოვანი დაავადებებისა და პარაზიტებისაგან სამკურნალოდ. ასეთი სითხის დასამზადებლად რეცეპტს ქვემოთ შემოგთავაზებთ, მაგრამ ჩვენი ვიდეოს მთავარი მიზანია შვიტას სამედიცინო დანიშნულებით გამოყენების შესახებ მოგითხროთ. გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა, ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან მოყოლებული შვიტას სამკურნალო თვისებები განსაკუთრებულად ფასობდა ჭრილობის შესახორცებლად, ძვლების და საშარდე გზების პრობლემების სამკურნალოდ. მაგალითად ძალიან პოპულარული იყო და არის ეს მცენარე აბორიგენი ამერიკელი ტომებისა და ჩინურ ხალხურ მედიცინაში. ისინი თავიანთ მცენარეულ საშუალებებში შვიტას მისი შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებების გამო გამოიყენებენ. თავისი შარდმდენი თვისებების გამო ის ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას და თირკმლის კარგად ფუნქციონირებას. გარდა ამისა, ამოსახულებელი თვისებების გამო, ის გამოიყენება რესპირატორული ხასიათის პრობლემების შესამსუბუქებლად, როგორიცაა, მაგალითად ბრონქიტი და ასთმა. რა ხდის შვიტას ასე სასარგებლოს ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის? ეს მცენარე შეიცავს ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელ მინერალს, სახელად სილიციუმის დიოქსიდი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის. აქ მის რამდენიმე ფუნქციას ჩამოვთვლით. დავიწყოთ იმით, რომ შვიტა ძალიან სასარგებლოა ჩვენი ძვლებისთვის. მასში დიდი რაოდენობით შემავალი სილიციუმის დიოქსიდი აუცილებელია ჯანმრთელი ძვლების შესანარჩუნებლად და ხელს უწყობს ოსტეოპოროზის პრევენციას. ოსტეოპოროზი არის მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს ძვლების დასუსტება და მოტეხილობების რისკის მატება. ხოლო სილიკას, იგივე სილიციუმის დიოქსიდს, შეუძლია შეამციროს ოსტეოპოროზის რისკი და ხელი შეუწყოს ძლიერი და ჯანმრთელი ძვლების შენარჩუნებას. სილიციუმის დიოქსიდი ასევე მონაწილეობს ძვლის ფორმირებისა და რემოდელირების პროცესშიც. მას კალციუმი ძვლებში გადააქვს, მისი დეპონირებას ახდენს და ძვლებს მის ათვისება გამოყენებაში ეხმარება. კალციუმი კი ძვლის სამშენებლო მინერალია და მისი როლი ძვლის სიმკვრივის შენარჩუნებაში კარგად არის ცნობილი. სილიკას მონაწილეობა ძვლის ჯანმრთელობაში მხოლოდ კალციუმის შენახვით არ შემოიფარგლება. სილიციუმის დიოქსიდი ასევე ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს, ცილას, რომელიც ქმნის ძვლის ქსოვილის ჩარჩოს. კოლაგენი უზრუნველყოფს ძვლების სტრუქტურულ სიმყარეს და მოქნილობას, რაც ხელს უწყობს როგორც მათ ზოგად სიმტკიცეს, ასევე დაზიანებისადმი მდგრადობას. უფრო მეტიც ითვლება, რომ სილიციუმის დიოქსიდი სტიმულირებს ძვლის ფორმირებაზე პასუხისმგებელი უჯრედების, ოსტეობლასტების აქტივობას. ოსტეობლასტების ფუნქციონირების ხელშეწყობით სილიკას შეუძლია ძვლის ფორმირებასა და დაშლას შორის ჯანსაღი ბალანსი უზრუნველყოს, რაც ძვლის ოპტიმალური სიმკვრივისა და სიმტკიცის შესანარჩუნებლად უმნიშვნელოვანესია. შვიტა, როგორც სილიციუმის დიოქსიდის მდიდარი წყარო, ასევე უხდება სახსრებისა და შემაერთებელი ქსოვილის ჯანმრთელობას, როგორიცაა ხრტილი, ყესები, იოგები. ის ხელს უწყობს ამ ქსოვილების საერთო ჯანმრთელობასა და მოქნილობას, რაც პოტენციურად ძალიან მნიშვნელოვანია სახსრების ფუნქციისა და მობილურობისათვის. სილიციუმი ფლობს ანტიოქსიდანტურ თვისებებს, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს პოტენციალი თავიდან აგვარიდოს თავისუფალი რადიკალების მავნეზე მოქმედება. თავისუფალი რადიკალები არასტაბილური მოლეკულებია, რომლებსაც შეუძლიათ დააზიანონ უჯრედები და ხელი შეუწყონ სხვადასხვა დაავადებების განვითარებას. ამ გზით შვიტას ანტიოქსიდანტური აქტივობა გარკვეული დაავადებების რისკს პოტენციურად ამცირებს. შვიტა სილიციუმ დიოქსიდის მშვეობით ხელს უწყობს დეტოქსიკაციას. ცნობილია, რომ ეს ნივთიერება აადვილებს მძიმე მეტალებისა და სხვა შხამების ორგანიზმიდან გამოდევნას. შვიტა სრულნავს კანის, თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობასა და სილამაზეზე. სილიციუმის დიოქსიდი ასოცირდება კოლაგენის გამომუშავებასთან, ეს უკანასკნელი კი არის უმნიშვნელოვანესი ცილა, რომელიც ხელს უწყობს კანის, თმისა და ფრჩხილების სტრუქტურების ელასტიურობას, სიმტკიცესა და საერთო სიცოცხლის უნარიანობის შენარჩუნებას. ამიტომაც შვიტას ექსტრაქტები ხშირად გვხვდება შამპუნებში, კონდიციონერებსა და კანის კრემებში, რომელთა მიზანია თმისა და კანის საერთო ჯანმრთელობისა და გარეგნობის გაუმჯობესება. შვიტას აქვს ჭრილობის სამკურნალო თვისებებიც. თავისი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო მას შეუძლია დააჩქაროს სამკურნალო პროცესი და ხელი შეუწყოს ქსოვილების რეგენერაციას. გარდა ამ ყველაფრისა, შვიტა გარკვეული ბაქტერიებისა და სოკოების წინააღმდეგ ანტიმიკრობულ აქტივობას ავლენს. თუმცა საჭიროა დამატებით იკვლევა ამ სფეროში მისი სრული პოტენციალის შესასწავლად. მაშ ასე, როგორ გამოვიყენოთ შვიტა?
შვიტა ჩვეულებრივი იკრიფება გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში, როდესაც ის ვეგეტაციურ სტადიაშია და სანამ სპორების წარმოქმნას დაიწყებს. ამ დროს ეს მცენარე სასარგებლო ნაერთების, მათ შორის სილიკას ყველაზე მაღალ კონცენტრაციაშია. მიუხედავად იმისა, რომ მოსავლის ოპტიმალური დრო ზოგადად გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისშია, მისი მოსავლის აღება შესაძლებელია ზაფხულის თვეებშიც, მაგრამ ამ ეტაპზე ისეთი სასარგებლო ნაერთების კონცენტრაცია შემცირებულია, როგორიცაა სილიკა. მოსავლის აღების შემდეგ მისი პოტენციალის სრულად ასათვისებლად და ობის ან გაფუჭების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია შვიტას სწორად გაშრობა. აი როგორ უნდა მოიქცეთ, გარეცხეთ ახლად მოწეული შვიტა, რომ ზედმეტი ჩუჭკი ან შესაძლო პარაზიტები მოაშოროთ. სანამ დაკიდებდეთ, ცოტა შეშრობაა ცადეთ. საამისოდ ერთ ფენად დადეთ სუფთა, მშრალ ზედაპირზე, როგორიცაა საშრობი თარო ან სუფთა ქსოვილი. ეს მზის პირდაპირი სხივებისა და ტენიანობისგან მოშორებული, მშრალი და კარგად ვენტილირებადი ადგილი უნდა იყოს. ზოგჯერ აურიეთ ან გადააბრუნეთ ღეროები, რომ ყველა მხრიდან თანაბრად გაშრეს. როდესაც გაშრება, საბოლოოდ გასახმომად შეგიძლიათ შვიტა კონებად შეკრათ და დაკიდოთ. ნესტისა და დაობებისაგან თავის დასაზღვევად ეცადეთ დიდ კონებად არ შეკრათ. შეამოწმეთ სიმშრალე, გაშრობის პროცესს შეიძლება რამდენიმე დღე და რამდენიმე კვირა დასჭირდეს, რაც თქვენი გეოგრაფიული მდებარეობით ტენიანობის დონეზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია სწორად შეინახოთ, სრულად გაშრობა გახმობის შემდეგ გადაიტანეთ ჰერმეტულ კონტეინერში და სინათლის, სითბოს და ტენიანობისგან მოშორებით შეინახეთ. მონიშნეთ კონტეინერი მოსავლის თარიღის მითითებით. აუცილებლად მინდა გაითვალისწინოთ, რომ ორსულმა ან მეძუძურმა ქალებმა შვიტაში შემავალი გარკვეული ნაერთების გამო, როგორიცაა ნიკოტინი და თიამინაზა, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ პოტენციური უარყოფითი გავლენა ორსულობაზე ან ლაქტაციაზე, თავი უნდა შეიკავონ ამ მცენარის გამოყენებისგან. გარდა ამისა, თირკმლის ფუნქციის დარღვევების ან თირკმლის დაავადების მქონე ადამიანები ჯერ ექიმს ჯობს დაეკითხონ, შეიძლება თუ არა მათი კონკრეტული ანალიზების შემთხვევაში შვიტა მიიღონ. ეს განპირობებულია სილიციუმის დიოქსიდის მაღალი დონის შემცველობით, რამაც შეიძლება თირკმელები პოტენციურად დაძაბოს. გარდა ამისა, გულის დაავადებების, კალიუმის დაბალი დონის ან თიამინის დეფიციტის მქონე პირებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე ან გაიარონ კონსულტაცია ექიმთან. ასევე მიუხედავად იმისა, რომ შვიტა ძალიან სასარგებლოა, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ მისი ყოველდღიური და ხანგრძლივი მიღება ინტერვალების გარეშე ვიტამინ B1-ის ანუ თიამინის დეფიციტს გამოიწვევს. ამიტომ გირჩევთ ერთი კვირის მანძილზე ყოველდღიური მიღების შემდეგ შეისვენოთ ერთი კვირა ან შვიტას ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში დამატებით B1 ვიტამინი მიიღოთ. ახლა კი რეცეპტებზე გადავიდეთ. შვიტას ჩაი. დაგჭირდებათ 1-2 ჩაის კოვზი ხმელი შვიტა. 200-250 მლ წყალი. თაფლი ან ლიმონი, სურვილისამებრ. მოცემული ინგრედიენტებისგან ჩაი დააყენეთ. 10-15 წუთის შემდეგ გადაწურეთ და არომატისთვის სურვილისამებრ თაფლი ან ლიმონი დაამატეთ. ამ ჩაის ორგანიზმის გამწმენდი და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. შვიტას ორგანიზმის გამწმენდი სასმელი. 1 კიტრი, გაწმენდილი და დაჭრილი. 1 დაჭრილი მწვანე ვაშლი. 1 პატარა მუჭა ახალი პიტნის ფოთლები. 1 სუფრის კოვზი შვიტა. 1 ლიმონის წვენი. 1 ჭიქა წყალი. ყველაფერი ერთად დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. კვირა გამოშვებით საუზმეზე დალიეთ. შვიტას თმისსავლები, 5 სუფრის კოვზ ნედლ, დაჭრილ ან 2 სუფრის კოვზ გამხმარ შვიტას 500 მლ წყალი დაასხით. 15 წუთი ადუღეთ. გადაწურეთ და თმის დაბანის შემდეგ სკალპსა და თმაში ნაზად შეიზილეთ. თმის სამკურნალოდ კიდევ ერთი ეფექტური მეთოდია შვიტას ზეთის გამოყენება. ზეთის მისაღებად ასე უნდა მოიქცეთ, აიღეთ 1 ჭიქა გამხმარი შვიტა და იმდენი ზეითუნის ზეთი, რამდენიც საჭიროა, რომ შვიტა დაიფაროს. გამხმარი შვიტა მოათავსეთ მინის ქილაში და ზეთით დაფარეთ. დალუქეთ ქილა და გრილ, ბნელ ადგილას 5-6 კვირის განმავლობაში გააჩერეთ. ყოველ რამდენიმე დღეში ერთხელ შეანჯღრიეთ. ამ დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ და მიღებული ზეთის სკალპის მასაჟისთვის და თმის მკვებავად გამოიყენეთ. ოპტიმალური შედეგის მისაღწევად ზეთი დაბანამდე რამდენიმე საათის განმავლობაში ან მთელი ღამით დაიტოვეთ. შვიტას სახის ტონერი, დაგჭირდებათ 1 ჭიქა წყალი. 2 სუფრის კოვზი ხმელი შვიტა. 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი. პატარა ქვაბში წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ. ჩაყარეთ შვიტა და 10 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ.
გადაწურეთ სითხე სუფთა ჭურჭელში და სრულისამებრ ვაშლის ძმარი დაამატეთ. მიღებული სითხე გაწმენდილ სახეზე ბამბით წაისვით. ეს ტონერი კანის ტუტამჟაურ ბალანსს აღადგენს, ასუფთავებს კანს და ამცირებს ფორებს. სახის ორთქლის აბაზანა შვიტათი, დაგჭირდებათ 2 ჩიქა ცხელი წყალი. 2 სუფრის კოვზი ხმელი შვიტა. მოათავსეთ ხმელი შვიტა დიდ თასში და დაასხით ცხელი წყალი. გადაიფარეთ თავზე დიდი პირსახოცი და 10-15 წუთის განმავლობაში ასეთ მდგომარეობაში დაჰყავით. ორთქლის ეს აბაზანა ხსნის ფორებს და სახის კანის ღრმაწმენდა დეზინფექციას ახდენს. ახლა კი დაპირებული ნატურალური ფუნგიციდი სითხე ბაღის ან ოთახის მცენარეების სოკოს ან პარაზიტებისგან დასაცავად. ამ ფუნგიციდის დასამზადებლად დაგჭირდებათ 300 გრამი ახლად მოჭრილი შვიტა, ან თუ ახალი არა გაქვთ 100 გრამი გამხმარი, პატარა ნაჭრებად დაჭრილი შვიტა. 2 თავი დაჭრილი ნიორი. 2 დიდი დაჭრილი ხახვი. 2 სუფრის კოვზი ზეთი. 2 ლიტრი წყალი. აადუღეთ წყალი. დაამატეთ დაჭრილი შვიტა, ხახვი, ნიორი და ზეთი. ადუღეთ საშუალო ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. გაფილტრეთ და მინის ქილაში შეინახეთ. ამ სახით თქვენ მიიღეთ ფუნგიციდის კონცენტრატი, რომელიც კვირაში ერთხელ და 1:5-თან პროპორციით გაზავებული უნდა გამოიყენოთ. ანუ 1 ჩიქა დამზადებული სითხე გააზავეთ 5 ჩიქა წყლით და სპრეიანი ბოთლით კვირაში ერთხელ მცენარეებს შეასხით. მეტი ეფექტურობისთვის უმჯობესია მზის ამოსვლამდე იხმაროთ, რომ აორთქლებამდე მოქმედების დრო მიეცეს. ხო, მართლა თუ ბოთლს დაბურავთ, ფუნგიციდი თვეების განმავლობაში შეინახება. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.